პოჩიკის ზღვის სეზონი 1 ივნისიდან ოფიციალურად გაიხსნა. მიუხედავად ამისა, ქალაქში ტურისტების სიჭარბე ჯერ არ შეინიშნება. ეგრეთ წოდებული კუნძულის უბნის სანაპირო ზოლი ზღვამ მიიტაცა. მალთაყვაში არსებული პლაჟი კი კეთილმოუწყობელია და დამსვენებელს არ იზიდავს. თავად ფოთელები ცხელი დღეების გატარებას ურეკში ან გრიგოლეთში ამჯობინებენ. რატომ არ ზრუნავენ ფოჩი ტურიზმის განვითარებაზე მეცხრე ტალღის ჟურნალისტები დაინტერესდნენ. ზაფხულის დადგომისთანავე ფოთში ზღვის სეზონი გაიხსნა. თუმცა ტურისტების სიმრავლე არ იგრძნობა. კეთილმოუწყობელი პლაჟი დამსვენებელს ვერ იზიდავს. მიუხედავად ამისა, ზღვის კონტროლი მუდმივად მიმდინარეობს. ლაბორატორიული კვლევითი ცენტრი წყლის მონიტორინგს პერიოდულად ახორციელებს. ანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზღვის წყალში ბაქტერიების რაოდენობა საერთაშორისო ნორმაზე 10-ჯერ ნაკლებია. კვლევითი ცენტრი ზღვის წყლის მონიტორინგს სეზონის დასრულებამდე განახორციელებს. ნიმუშების სახება ხდება ყოველ 2 კვირაში ერთხელ. მოიხსენებათ 4 წერტილი არის, 4 პლაჟი, ეს გახლავთ კუნძულის უბნის, მალთაყვის ძველი და ახალი პლაჟები და აგრეთვე ოქროს ტბა. აქედან აღებული იქნა სინჯები 2 კვირის უკან, რომლის პასუხზეც შემიძლია გესაუბროთ და დავაიმედო მოსახლეობა, რომ აბსოლუტურად უსაფრთხოა, 10-ჯერ და კიდევ უფრო მეტჯერ დასაშვებ ნორმებზე დაბალია ბაქტერიოლოგიური მაჩვენებელი და ასევე ქიმიურიც ზღვის წყლისა. ადგილობრივი მოსახლეობა ზაფხულის ცხელი დღეების გატარებას გრიგოლეთში ან ურეკში ამჯობინებს. ფოთელები ხელისუფლებას ყურადღებას თხოვენ. ცოტა თუ კი შეიქმნება რაღაც ტურისტების მოსვენების შესაბამისი პირობები, ალბათ უფრო მოიზიდებიან. ამ ქალაქში დასვენებას, სამწუხაროდ ფოთის პლაჟის დასვენებას, პლაჟს ჭყალებში ვამბობ, იმიტომ რომ საერთოდ არ არსებობს პლაჟი ამ ქალაქში და ვირჩევი რომ გავიდე ქალაქგარეთ, თუნდაც გრიგოლეთში, ურეკში. ვერგეთე რა, სანატორიუმები და დასასვენებელი სახლები ჩვენ არა გვაქვს აქ, მოგეხსენებათ და მეტი ახლა კერძო ბინებში და ნათესავებში თუ მოვლენ თორე მეტი რა. ამიტომ რომ გამოდის, უფრო მეტად იმატებს ტურისტები და უფრო ჩამოდიან და იგრძნობა რომ ზაფხული მოვიდა. ჩემი აზრით ფოჩი ნაკლებად არის ტურისტული განწყობა, იმიტომ რომ პლაჟი არ არის მოწესრიგებული და თვითონ ფოჩი მაცხოვრებლების ნაკლებად არიან ფოჩი ზღვაზე. კოლხეთის ეროვნული პარკი, სადაც დაცული ტერიტორიები, ეგზოტიკური მცენარეები და საუცხოო ბუნებაა, ფოთოლთა უმცირეს ნაწილს თუ უნახავს, რადგან იქაურობის დათვალიერება ფასიანია. სატელევიზიო კომენტარს მისი ადმინისტრაცია გარემოს დაცვის სამინისტროს გარეშე არ აკეთებს. ჩვენი თხოვნა ინტერვიუს შესახებ უპასუხოდ დარჩა. ფოთი ყოველ ზაფხულს ახალ-ახალი გეგმებითა და განუხორციელებელი ოცნებებით ხვდება. საპორტო ქალაქის მნიშვნელობასა და მისი იერსახის შეცვლის შესახებ დაპირებების ფოთელებს დიდი ხანია არ ჯერათ. მოუწყობელი სანაპირო ზოლი, ზღვის სუფთა წყალი, ფოთის კოღო და მოსახლეობის კეთილგანწყობა ამ ქალაქის მოყვარულებს წელსაც უხვადელის. ამის პარალელურად ფოთელები წყლის კრიზისმა შეაწუხა. ქალაქში 2 კვირაზე მეტია სასმელი წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდებათ. შესაბამისი სამსახურები ამის მიზეზად გადაუღებელი წვიმების ფონზე რატომღაც გვალვას ასახელებენ. მოსახლეობა ხელისუფლებას დახმარებას თხოვს. ბოლო 10 დღეა ფოთელები სასმელი წყლის დეფიციტს განიცდიან. ამ პრობლემას თავდადებულის ქუჩის მაცხოვრებლებიც უჩივიან. მათი ინფორმაციით ბოლო 2 კვირაა გაუსაძლის პირობებში უწევთ ყოფნა. აცხადებენ, რომ ზაფხულის ცხელ დღეებში უწყლობა განსაკუთრებით მძიმეა. კრიზისთან დაკავშირებით მათ წყალი ყოველ მესამე დღეს ისიც მხოლოდ 1 საათით მიეწოდებათ. აღნიშნულ დროში კი მოსახლეობა წყლის მომარაგებას ვერ ახერხებს. არის რაც არჩევნები დამთავრდა, აი მის შემდეგ წყალი არა გვაქვს. ის რომ არის, რა ქვიან, განრიგი რომ გვაქვს წყალი. მოვა 1 საათიც არ არის. 1 საათიც და უკვე 12 საათამდე მაინც იყო უწინა რა. ახლა 1 საათი 10 საათზე შეწყვეტილია წყალი. სიცხეებია, ზაფხულია და ეს ელემენტალური წყლის პრობლემა. ყოველ მეორე დღეს მართლაც მოდიოდა წყალი, ბავშვები ყავს, დაბანვა უნდა, ხილის დარეცვა, ეს ეკოლოგიური სისუფთავე, უბრალოდ ელემენტალური წყალი. აი ეს არის ჩვენი პრობლემა. ეს არ არის ერთადერთი პრობლემა, რაც თავდადებულის ქუჩის მოსახლეობას აწუხებს. მაცხოვრებლები ჩივიან, რომ მილები ამორტიზებულია და ონკანში სასმელად უვარგისი წყალი მოდის. სასმელი წყლის შეძენა მათ ძირითადად მაღაზიებში უწევთ. გახეთქილია ტუბები, პირადად შეგვიძლია ეს თუ აინტერესებს, ვინმეს ვანახოთ და გახეთქილი და როგორ ალბათ თვითონაც ხედავენ და ხალხი იზოლებულია, პატარა ბავშვები ყავს სახლში, შვილიშვილები და
ველიდება ამ წყალის მიცემა ბავშვებზე რო არ მოგვეწამლოს ზაფხულში და ყიდულობ წყალს, გვიწევს წყალის ყიდვა და ზოგიერთი ამიტომ აცხადებს უარს ფულის გადახსაზე. მე თუ წყალი ვიყიდეო, წყლის ფული ცალკე რაზე გადავიხადო? ფოთში. უწყლობა ვერ წარმოვიდგენ. სირცხვილი არ არის, წყალს მეაქვს ფოთი და წყალი არა გვაქვს. შეიძლება ესა და უწყლოდ როგორ შეიძლება ადამიანი ძლევს ერთი თვე უჭმელი და უწყლოდ 1 საათს ვერ გაძლევს, 1 საათს გარა 20 წუთს ვერ გაძლევს. მე მაგალითად ეს რა შეიძლება რომ დღეს საჭმელი არ უჭამო და წყლის ფული არ გქონდეს, მარტო მქონდეს 3 ლარი, არაფერს არ ვიყიდე და წყლის ფულს გადავიხდი, იმიტომ რომ უწყლოდ არ შეიძლება. აქედან რო შეხვა ხელი უნდა დაიბანო, არა? ამის საშუალება არ არის. ფოთში არსებულ წყლის პრობლემას ქრისტიან დემოკრატებმა ბრიფინგი მიუძღვნეს. ოპოზიცია გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში განხორციელებულ ოპტიმიზაციას გაუმართლებელს უწოდებს. ისინი მიიჩნევენ, რომ სასმელი წყლის დეფიციტი სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა. ადგილობრივ ხელისუფლებას ქრისტიან დემოკრატები გულგრილობაში ადანაშაულებენ. ამ ზაფხულის ცხელ დღეებში წყლის მოწოდების ტექნიკური პრობლემა ვფიქრობთ პირდაპირ კავშირშია იმ უაზრო სრულად გაუაზრებელ ოპტიმიზაციისა და რეორგანიზაციისა, რომელიც განხორციელდა და სამწუხაროდ ქალაქში გაუქმდა წყლის კომპანია, ესე რომ ვთქვათ, რაც ჩვენ არაერთხელ გაგვიპროტესტებია, მიმართავთ ჩვენ ადგილობრივ ხელისუფლებას, როგორც აღმასრულებას, ასევე წარმომადგენლობას, რომ კეთილი ინებონ და ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას ამ მიმართულებით. წყალმომარაგების კომპანიის ფოთის სერვის ცენტრში ქალაქში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ. პირად საუბარში კი რაოდენ პარადოქსულადაც არ უნდა ჟღერდეს, აცხადებენ, რომ წყლის დებეტის შემცირება გვალვამ გამოიწვია. ამ საკითხზე ჩვენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებსაც დაუკავშირდით, თუმცა ოფიციალური სატელევიზიო კომენტარი არც მათი სურვეს. მერის მოვალეობის შემსრულებლის განმარტებით ქალაქის სხვადასხვა უბნებში წყლის დეფიციტი ტექნიკურმა პრობლემებმა გამოიწვია და იგი უახლოეს დღეებში აღმოიფხვრება.